საიო იანგინ ჩინ სინ გუნძი შშ ჩამოვიდა. უცებ დავათვალიეროთ. ამის ტესტსაც გაჩვენებთ. ხო, ეს სახელი ეგეთი სახელი არ აქვს, უბრალოდ საიო იან რაღაც ქვია და ვერ გავიგე რა. ხო, ეს უკვე გახსნილი მაქვს, ხა თქვენთან ვამარიაჟებ, ვითომ ახალი გახსნილი, განახეთ. ტადამ. ესეც პულტი. ნაგავი მოვიშორებ. მოკლედ, რა ხდება აქ? აქ გვაქვს კანჩი, რა თქმა უნდა დამტენი და LED განათება და სათადარიგო ნაწილები, ნაწილებში იგულისხმება, ხო, ალბათ რავი. ამებით უნდა დაამაგრო ზედა ბოდი რო არ ჩამოუძროს, კლიპსები, ხო, რა ჯანდაბაც ქვია. ერთი შეხედვით გავს Lancer Evolution Rallies, მაგრამ რა თქმა უნდა ეგ არ არის, გავს, მაგრამ არ არის. უცებ პულტზე გავიაროთ. ხელში ძალიან არასასიამოვნო, აი რავი, რაღაცნაირი, არასასიამოვნო რა, იაფიანის აქვს დაბეჭდილება რა. აი რაღაცნაირია, თითქოს ძალიან ფარჩაკია ესე ვთქვათ, მაგრამ კაია. რატოა კაი და აი ამიტომ. ამფასიან მანქანას ამდენი ფუნქცია რო აქვს, ძალიან მაგარია რა. გადავიდეთ ახლა რა არის და რას აკეთებს. აქედან ირთვება, ეს არის დასერეგულირებელი მარცხნივ თუ უხოს რომ მარჯვნივ, მოკლედ ესენი ამას ხელზეც მიხვდებით რა არის რა, ამას აღარ დავუწყებ ლაპარაკს. ესენი არის გაზის რეგულირება, აი ამით შეგიძლიათ გაზის ჩაჭერის დარეგულირება, მაქსიმალურად რამდენიც წავიდეს და როგორი სიჩქარით იაროს, ამით არეგულირებს სიჩქარეს, ეს მოხვევის დასერეგულირებელია, მაგალითად თუ ჩართვისა საბურავი ესე იქნება და ესე დარჩება, აი აქედან დაარეგულირებთ რა. ეს არის სიმართლე რო გიხოთ ზუსტად რა არის ეს, არ ვიცი რა ქვია, რას ნიშნავს რა, მაგრამ გიროს აკონტროლებს როგორც მივხვდი და ამის ჩართვა გამორთვა აიგრევე ეტყობა მანქანას რა, დაწეული რო აქვს მანქანა უფრო დაუმორჩილებელია, აწეული რო აქვს უფრო დამორჩილებულია და უფრო მოყვება. თითქოს აი მოცურების საწინააღმდეგოს და მასეთ რაღაცებს რთავს რა. კიდევ რა აქვს ახ ასეთი ვიზუალში ვიტყოდი რომ ძალიან ცუდიც არ არის. ხო, LED-ები მოყვება უბრალოდ მე არ შევაერთე, აქ და აქ შეგიძლიათ დაერთოთ LED განათება, უბრალოდ მე აღარ დავაერთე, აი აქ და აქ რა. უკან ვითომ გლუშიტელები, ნეტა ამაზე ჯარიმა თუ იწერება. მოდი შეგნით ჩავიხედოთ ახლა რა აქვს ესეთი ამანქანას. ხო, ამის ტესტი აუცილებლად იქნება და ტესტსაც დავდებთ. ვიდეოს ბოლოში იქნება უგვიჭველი. ამის გახსნა ამ კლიპს მოხსნი. ხო, ჩემი ცოდნა ამ ზოგადად ტექნიკაში გადასარევი არ არის, მაგრამ ორი სიტყვით გეტყვით, რაც მე გამოცდილება მქონია და რაც ვიცი. მოკლედ ელემენტი სტანდარტია, რაც ამ მოდელებს და ამ ფასიან მანქანებს უყვება, ყველას ტიპლაგით არის. ხო, ამის ელემენტები ძალიან ბევრი მოგვთ, ვინმეს დაგჭირდებათ, ოდესმე ელემენტი 1500-იანია, 7.4 ვოლტი, 15C. ძრავის გაგრილება აქვს, ალბათ იმიტომ რომ 200 დადის და ჭირდება გაგრილება, მაგას გავიგებ, რაც უბრალოდ პატარა ტესტი გავაკეთე სახში, საკმაოდ კარგად იარა, მართლა მომეწონა, იმიტომ რომ ჩქარა დადის და ძალიან ესე ვთქვათ, მოყვება მანქანა, მანევრირებადია და დრიფტით შეუძლია სხვათა შორის. აი მაგ ყველაფერს გარეთ გავიგებ უკეთესი იქნება. ხო, ჩართვა აქედან არის სერვო 7.4 on-off, დიდი არაფერი რა, აქ LED-ების დამატება შეგიძლია და აი აქ რის დამატება შეგიძლია, არ ვიცი სიმართლე რო გიხდეთ და არ ვიცი რა არის. ძრავი ჩვეულებრივი აქვს, ნახშირიანი ძრავი აქვს, სხვა ისეთი რა შეიძლება ვთქვათ, ელემენტის ჩასადები. პატარა ადგილი აქვს სხვათა შორის და მაგასაც ვნახავ რატო აქვს ესეთი პატარა ადგილი. თუ შეიძლება სხვა რამის ჩაყენება აქ, არა, აზრი არ აქვს ამის ამოღებას, ამ ზომის ელემენტის გარდა სხვა არ ჩარჯდება, ამიტომაც ეს ზომა უნდა ვიცოდეთ ყოველთვის. რაც შეეხება მოხვევის კუთხე, არც ისეთი დიდი აქვს, მაგრამ მანევრირებადია, კიდევ ერთხელ ვიტყვი და ნორმალურია რა, დამაკმაყოფილებელია ყოველ შემთხვევაში. ამორტიზაცია, როგორც უკვე ვახსენე, არ მიხსენებია, ამორტიზაცია აქვს ზეთოვანი, აი oil shocks რასაც ეძახიან, ეგ კაი პლუსია. კაი პლუსკი რამფასიან მანქანას არ თვალობოდი. ხო, აი. ეგ მომეწონა ძალიან. დანარჩენი უკვე მგონი ჯობია რომ გარეთ გავიყვანოთ და გავტესტოთ, ვნახოთ რა არის. ხო, ბოდი საკმაოდ ტრეკადია აი ეს ნაწილები რა და ესეც ძალიან დიდი პლუსია, იმიტომ რომ დარტყმისას რაღაცა არ გატყდება. აი მაგალითად აქაც ისეთ წოდებული გუბკა, არ ვიცი მას ქართულად რა ქვია, კაფი აქვს, ხო, კაფი აქვს გაკეთებული რა, რომ დარტყმისას არ დაზიანდეს.
საბურავები ცოტათი უხეშია, მაგრამ დაწებებულია, ეგ უკვე კაია, იმიტომ რომ დაწებებული ზოგადად ჭირდება ჩქარმანქანას, ჩვეულებრივი ქანჩით იხსნება, მაგასაც ნახოთ ახლა ზუსტად რომელი ზომის საბურავი დგება ამაზე. ეხავე მოხსნი. როგორც ვიცი, სტანდარტი არის რა, რაც კი, აი ზუსტად ეგ არის, რაც ბოლტი შევიდა, ახლა ის იქნება ეგეც. დარწმუნებული ვარ. კი, აი ჩვეულებრივ რაც ყველა მანქანას აქვს, ის არის სტანდარტი რა. ესეც დიდი პლუსია, იმიტომ რომ სხვა ავტომობილის დისკების გადმოტანა შეგეძლია და ეგ კაია. იმიტომ რომ მაგალითად აი ახლა ამ საბურავს 2 წამში გაჩვენებთ. აი ეს ნებისმიერი ახლა აქ რაც კი მაქვს. აქედან ნებისმიერის დაყენება შეიძლება. რაც სხვა ავტომობილებში უეჭველი გექნებათ, ნახე მაგალითად ესეც წავა და ესეც წავა რა. ეს არის MN 78-ის საბურავი, თუ არ ვცდები, ხო, MN 78-ის არის. MN-ის საბურავიც კი მიდის რა. აი ყველას ერთნაირი აქვს. ეს კაია. აბა ერთი რამ ხელაზე ჩაჯდება, მაინტერესებს. არა, კრილოში ძალიან მოედება, ამიტომაც ამ საბურავებით სიარული, არა და მე მგონია რომ თავისას ჯობია, უბრალოდ ფიზიკურად ვერ ჩავადას. მაშინ ესე უნდა გამოუჭრა და სხვადასხვა შეიძლება მაგის გამოუჭრა, იმიტომ რომ აი, კაი სხვას დავაყენებ. ანუ აქ ადგილი აქვს. ანუ აქ ადგილი აშკარად აქვს. არაფერს არ მოედება. კაი, გადავიდეთ გარეტესტზე უკვე. აი ესეთი გამოდის, ფარებს რო დააერთებ, მაგრამ არა კომფორტულია, იმიტომ რომ ავია. ცუდია რა, არ არის კარგად. ან კაბელ მენეჯმენტი უნდა დაამოღამოთ და კარგად უნდა ჩასვათ, თორე ესე გაწყალებს. მივყვეთ ინსტრუქციებს, ჩავაერთე, ირთვება აქედან, შემდეგ პულტს ვრთავთ, ჩაირთო, ეხლა დავახურებ ამას თავზე, ამ კაბელს ისე ვიზავრო, საბურავს არ მოედოს, აქ სადმე გავაკვეხებ ესე. და ეხლა ჩამოვაცო ამას თავზე. ვიზუალურად კიდევ ერთხელ შევოთვალიეროთ. რატოღაც გონია რომ საინტერესო იქნება. აბა, დავსვათ. აი, ნელა სიარული. არა, კაია. არა უშავს. საკმაოდ ჩქარია. არ მეგონა ესეთი ჩქარიც თუ იქნებოდა, იმიტომ რომ ისეთი ძრავი არა აქვს რა, რომ თან გიждდებოდეს. აურა, საყვარელია, ბაჭო. აბა სადამ დაიჭერს იქამდე თუ წავა ბოლომდე. აურა, კაი სატარებელია. მოკლედ, ანუ აქედან რო არეგულირებ ყველაფერს. აი ამის გათიშვის დროს მაინტერესებს რა შეიცვლება, აბა. მე მგონი დრიფტზე გადავიდა. უბრალოდ აქ ეხა ძალიან ახალი საფარია რა და მაგიტო არ იმას შვება, რა ქვია, არც ურავს. აურა, კაი ძალიან კაი სატარებელია, ბიჭო, ძალიან კაი სატარებელია. არ ვაკ მოჭიდება, აქ ძალიან მაღალი და მაგიტო აი დაჟე ყირავდება კიდევაც. ყირავდება, აურა, მაგრადად ძალიან სასიამოვნოა. აუ, ძალიან სასიამოვნო სატარებელი. მაგრად მომეწონა. მოკლედ დაახლოებით 10 წუთიანი ტარების შემდეგ გამითიშა ელექტროენერგია და აღარ მაძლევს ტარების უფლებას. ალბათ იმიტომ რომ ძრავია ცხელი, ამას კულერს დავუყენებ რა. მაგრამ არა, არც ისეთი ცხელია. არც ელექტროობა არ არის ცხელი. მე მგონია რომ ელემენტი დაждდა, იმიტომ რომ ეს ელემენტი ამის ხარხმლაც მოყვება ცოტა პატარაა და თანამედროვეულად სახში საკმაოდ დიდი ხანი ვაწვალე რომ მაინტერესებდა ძრავი რამდენად გათბებოდა. ხო, ანუ ცხელი არ არის რა, მაგრამ თბილი არის ახლა რასაც ხელს ვადებთ. აუ, ას ჭრიჭინებს ამას ტვინი წაიღო. მოკლედ, ძალიან ცხელი არ არის, თბილია. ერთი შეხედვით. რაც ვაბახუნე კედელზე, არაფერი არ გამწყდარა, იმიტომ რომ ამ რბილი იმით ეჯახებოდა. დანარჩენი, აუ, ეხა სხვა ელემენტის ჩადებას ვცდი. თან კულერიც მაქვს, ამას ცოტა ხანი გავაგრილებ და გავაგზავნებ ისევ.
აი ეს ჩემი კულერი ხელთ მეკეთე, ეხლა ცოტა ხანი დავადებ ზევიდან, ცოტას გააგრილებს და ისევ ცდი გავაგრძელებ. ამ კულერის დაყენება შეგეძლია ძალიან იოლად. ამის რა იდეაში ისეთი ძრავია, რომ ნებისმიერ კულერი დადგება, რა ტემოზეც კი იყიდება. ძალიან ისეთია რა, იოლად გასაძლიერებელი მანქანა ეს ვთქვათ. ხო, ამის ნაწილებიც იშვება. მაქვს უკვე ნანახი ყველაფერი, თუ რამე იქნება, ვიცი სადაც არის და როგორც არის. ან რამე თუ დაუზიან და იმ შემთხვევაში ვიძახი. კარგად ვერ გავიგე ამის მანძილი და სიჩქარე, აბა ეხლა ვცდები. არა, ჩქარია რა. კი, საკმაოდ ჩქარია. სულ გზაზეც დადის, ბალახზეც დადის. თან დიდ ბალახზე დადის. აბა ცოტა ჭუჭხში შევიყვანო ერთი. მაგრა იქნევს მენე. აი რალის ინტერესი თუ გაქვს და რაღაცა, აი ამ ფასში მაგრა გაკაიფებს რა. ხტუნავს კიდეც. მანქანას არანაირი პრობლემა არ ქონდა, როგორც მივხვდი, ელემენტი იყო და ელემენტი შეცვალე დატის გიჟივით. დააძრავს კიდე, გადახურების პრობლემა არ აქვს, რაც არ უნდა გაცხადდეს, მაინც დადის. ხეზეც ადის, რა გინდა მეტი. არა, კაი ტიპია ძალიან. ერთი ამის გათიშვა ჩართვისას, აბა რა შეიცვლება. აი რა შეიცვალა. აუ. აი რა შეიცვალა. მოკლედ ამას რო გათიშვა და ჩართავ, ეგრევე იცვლება მანქანა რა.